საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდს აჩვენებს. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა წლიურად 9%-ზე მეტად გაიზარდა და 18 მილიარდ ნახევარ დოლარს გადააჭარბა. გაზრდილია ექსპორტიც და იმპორტიც. თლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 5 მილიარდზე მეტია, მაჩვენებელი თითქმის 8%-ით არის გაზრდილი. იმპორტი კი 10%-იან ზრდას აჩვენებს და 13 მილიარდ 400 მილიონ დოლარს აღწევს. კვლავ მაღალია უარყოფითი სავაჭრო ბრუნვა და 8 მილიარდ დოლარს აღემატება. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში თურქეთი ლიდერობს. მეორე პოზიციაზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მესამეზე კი რუსეთი. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს. საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა. იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქტის ექსპორტიდან ქვეყანა 90 მილიონ ნახევარი დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში წარმოებული აზოტოვანი სასუქი მსოფლიოს 20-მდე ბაზარზე გადის. მთლიანი ექსპორტის 20% რუმინეთზე მოდის, მეორე პოზიციაზე კი ესპანეთია, მესამეზე ინდოეთი. იანვარ-სექტემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ივნისში განხორციელდა და 15,577 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა აგვისტო-სექტემბერში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. განსხვავებული მდგომარეობაა ფეროშენადნობების ბაზარზე. რთული 2024 წლის შემდეგ სექტორში კრიზისი კვლავ გრძელდება. იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პროდუქციის ექსპორტი 153 მილიონ დოლარამდეა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 33%-იანი კლებაა. თუმცა ფეროშენადნობების საექსპორტო კალათაში კვლავინდებურად წამყვან ათეულში რჩება. ძირითადად საექსპორტო ბაზრებს შორის კი იტალია, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია. საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩანაცვლების მომსახურების ეგრეთ წოდებული პირინგის ბაზარი მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის შემზღუდველია, ხოლო ინტერნეტის ურთიერთჩანაცვლების წერტილის განვითარების პროცესი შეფერხებული. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. კვლევაში მონაწილე ექსპერტების დასკვნით, ბაზარზე არსებული გამოწვევები ხელს უშლის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი ინტერნეტის კონკურენტულ ფასად მიწოდებას და ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, ხოლო მათი აღმოფხვრა ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის რეალიზებას. მათივე რეკომენდაციით მნიშვნელოვანია ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერება. ახალი ტექნოლოგიები, უმაღლესი სტანდარტები და წარმოების მასშტაბი. ბაკურ-ციხეში კახეთის სტრატეგიულ გზაგასაყარზე ახალი საბრენდე ღვინის ქარხანა ამოქმედდა. პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ევროს აღწევს და ქარხნის ინფრასტრუქტურა გათვლილია როგორც დიდი მოცულობის წარმოებაზე, ასევე პროდუქციის ხარისხის მაქსიმალურ კონტროლზე. დისტილაციის უნიკალური სისტემა კი დღეში 130 ტონა ღვინის წარმოებას უზრუნველყოფს. პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ღვინის მუზეუმის აშენება, რომელიც ქართული მეღვინეობის ისტორიის წარმოსაჩენად მოეწყობა.